დოპინგ კონტროლი არ არის მაგრამ დენავაითა მივიდა მეუთხარი აი ეს ახან მეთქი და შენი დედას მეთქი აღვაზე მიზაევ და შოუნი წიგერ და მუსიკებს უდგავენ ხუაზი ხარ ადი ახლა ვინ არის არ ვიცი კარიერის ბოლოსკენ არის ჩხუბობს საქართველოში 40 წუთში თუ არ იქნები დარბაში ჩხუბი გაუქმებულია რატო კავკასიიდან ვიყავით მე გონი ჰაბიბი და ზუბაირო მერაბი ჩემთვის რომ მკითხე ხა დღეს 3 ბრძოლის წინ უკვე ჩემპიონია დარწმუნებული ვარ რომ მე ძალიან დიდ შედეგებს დავდებ გამარჯობა მეგობრებო ეს არის ბრძოლის ხმა და ჩვენი მეოთხე გადაცემის სტუმარი არის ქართველი MMA-ის მებრძოლი ლევან მაყაშვილი მოგესალმებით ყველას დიდი სიყვარულით ჩახუტებით როგორ ახარ ლევან რა ვიცი ამან შენ როგორ ახარ არა უდი იგნახულო მაგრამ მაინც როგორ ახარ კარგად მადლობა კარგად ლევან კარგი ეგმები გაქვს და მოდი რამოდენიმე თემა შევეხო დღეს პირველ რიგში მადლობა რომ მოხვედი თქვენთან გადაცემაში და ცოტა ვისაუბროთ სპორტზე, აქტიურ სპორტზე, ასევე სხვა რაღაცეებზე. Let's go. და პირველ რიგში მინდა შევეხო შენს მომავალ ბრძოლას. აგერ 5 აპრილს მინსკში გამართავ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლას. და მოგვიყევი 1-2 სიტყვით ამ ბრძოლის შესახებ. ამბიც PFL-ის გრან-პრი აქვს ნაჩხობი რო თუ იცოდით ბელატორებში, ის არის რა, სახელიანია რა. რეკორდი როგორი არის? 19-2-ზე აკონი. კარგი რეკორდია. 19-2-ზე აქვს. რაც შეეხება, რაღაც შემოთავაზებები მაქვს ამ ბრძოლის მერე რა. ვიყურებენ ორივეს. ხო და PFL-ის კონტრაქტიც შეუმთავაზეს რა და ნახოთ. საინტერესო საკმაოდ ისეთი კაი კონტრაქტი და ანუ შენი მიხეილ ოდინცოვი ხო? ოდინცოვი კი. გამოცდილი მებრძოლი არის ვიცი, მეც რამოდენიმე ბრძოლა ნახე, შევიხედე. გრან-პრი ჩუბა 2021-ში მგონი ალიევთან $1 მილიონ გრან-პრი მეგონი და მე 2 წელი გაჩერდა მგონი. ხო და ხე ისეში დაბრუნდა და 2 ჩხუბი მოიგო რა უკვე. ანუ ზედიზე 2 ჩხუბი უკვე კი AC-ში უკვე მაგრამ ეს მოგებულებია. ეს მესამე ბრძოლა იქნება AC-ში მისთვის. კი. მზადების პერიოდი როგორ მიდის? აი შენთან ერთად. ნახევარ შენთან ერთად და ბიჭებთან სხვათა შორის კარგად ემზადები და ხა ცოტა შენ კი იცი ხა ფსიქოლოგიური ტრამები მქონდა, ტრამებიც მქონდა ხემალი რაღაცა. ეხა ღვთისწყალობით ჩავდექი რა იმაში. რეჟიმში და ტრამები ძალიან აღარ მაწუხებს. რწმენაც მოდის ნენა თავდაჯერებულობა და აი ძალიან მაგარ ფორმაში ვარ სიმართლე რო გითხრა და კი იცი ხა შენ კი მეყურებ ყოველდღიურად და მე მგონი არა ანუ ძალიან დიდი გეგმებით ბრუნდები რა. შენს გვერდით ვარ და შენი რომ ჯერა ეს ფაქტია მაგრამ მაინც ჩვენს გულშემატკივარს ოიც ჩვენს მაყურებელს აუდიტორია ხო აინტერესებს უფრო დეტალებში და იმიტომ გიკითხები. კვირაში 6 დღე ვარჯიშობ. 6 დღე ვარჯიშობ. ვინა ჩართული შენ მზადებაში ამ ვარჯიშობს ფიზიკას იქით აქ სპარინგებს ადგადიხარ როგორ? ფიზიკას თორნიკე მოვარჯიშებს, სპარინგებს ვარიორში ვაკეთებ ბიჭებთან, მემეტეში ეხმარებიან ჩვენ დარბაში, ქირიას დარბაში. შენ მეხმარები, ბიჭები ღვთისწყალობით კარგად მივდივართ. ძალიან კარგი. ნახოთ. შენიცება წარმატებები გულშემატკივრობთ, დარწმუნებული ვარ რომ ამ ბრძოლაში მაქსიმალურ შედეგს დადებ. მე ძალიან დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებ. კი ბატონო, კარგია. ეხა მომიყევი ცოტა იქით წავიდეთ წარსულისკენ, საიდანაც შენი კარიერა დაიწყო, საქართველოში ვარჯიშობდი. კი. ბევრი გამოწვევის წინაშე იყავი. ამ ყველაფერს გაუმკლავდი და დაიმსახურე ამერიკაში წასვლა, ხო? როგორც მახსოვს ესე იყო. მაშინ ეხა სად იყო? ამერიკული გამოცდილებაა, რო გითხრა, იმიტომ რომ ყველა დამწყებ სპორტსმენს თუ ადამიანისთვის საინტერესო იქნება ეს ისტორია. 2012-ში წავედი მგონი ამერიკაში. მაშინ სად იყო ხე განვითარებული არ იყო სპორტი ესე დავით ან როგორ ხო ხდე მაშინ ძალიან
უკან ვიყავით სულიად მნიშვნელობით ძალიან უკან ვიყავით ნაკლები ინფორმაცია იყო და ხა ბოლო პერიოდში განვითარდა რასაც ჩემი თვალით ხე გეუნერდი განვითარდა ხა დღეს რო სპარინგ პარტნიორი დარბაზებია დღეს შეიძლება ბევრად უფრო მარტივად გახსნა გზა და გამიხვიდე რა თქმა უნდა დიდ ორგანიზაციამდე ვიდრე მაგალითად მაშინ ნამდვილად ხო და მაშინ ჩატარდა მახსოვს საქართველოს ჩემპიონატი და საქართველოს მოვიგე რა ხო და მე წამიყვანეს ამერიკაში მე რაბი ვიყავი და სეთორიზე ერთი. იქაც მოვიგეთ კამერები რა. ხო, ჩამოვიდეთ მე გადავწყვიტე რომ წავსულიყავი დავით. ანუ ერთი ჩასვლა კი ვიყავი ჩამოვიდეთ. კამერები ჩამოვიტანეთ. ყველა ერთად ბიჭები ჩამოხვდით, ხო? ჩვენ სამი წავედით. ხო. პირველ ნომრებიც ვიყავით. ხო და კამერები მე და მე რამე ჩამოვიტანეთ. სამწუხარო სეთორიზე დამარცხდა. ხო მე გადავწყვიტე უკვე რომ წავსულიყავი და იქ თენგო ჩემი მენეჯერი ხდებოდა უკვე. გადავკითხავ თენგოს წული დიდია UFC-ში მოხვედრის და ძალიან დიდი ამაგი აქვს მაგათ ჩემს ცხოვრებაში და მანუ ისე რო წასულიყო როგორც საჭირო იყო და სწორი იყო შენ კი იცი დღეს აი კამარი გვექნებოდა ნამდვილად მაგრამ ეხა ღვთისმწყალობით ხდება ყველაფერი ძმაო და ვერ მოხდა ისე რა როგორც გვინდოდა შენ UFC-ში რომელ წელს მოხვდი რა მან ეხა იგი რო გითხარ 2012-ში მე 2012-ში უკვე მსოფლიოს კამარი მქონდა CFFC-ის ორი კამარი მქონდა უკვე 2019-ში წავედი UFC-ში 2015-ში წავედი UFC-ში ჩემპიონი დებიუტი მაშინ მახსოვს ახლა კავკასიიდან საერთოდ რა კავკასიიდან ვიყავით მე გონი ჰაბიბი და ზუბაირო 3-4 კაცი მაქსიმუმ კავკასიიდან მე მგონი არლოვსკიც იქნება. ხო, ბელორუსიანიც, ხო. არლოვსკი ბელორუსი. ხო, ვიცი კავკასიაში. არლოვსკი სტრაიქოში იყო მგონი, UFC მაშინ არ იყო ჯერ. ხო, მე ხა მაინც ძველი ესენგეს ქვეყნებისკენ წავედი, ვიდრე კავკასიაში. ჩვენიდან კავკასიიდან ჰაბიბი იყო, მგონი ზუბაირა იყო და მე მოვიდა ის კაი ბიჭი იყო ჩეჩენის ტაისუმოვი თუ ტაისუმოვი იყო მგონი, ხო. მარიყვნე რა, ძალიან ცოტანე ვიყავით. UFC-ში რამდენი ბრძოლა ქონდა შენ? UFC-ში მქონდა 4 ბრძოლა. მე UFC-ში, ანუ მან როგორ არის, იცი, UFC-ში გადადიხარ. შედა პირველი 4 ჩხუბი. ვაფშე ფრილემში ტელევიზორში ვერ მოხდე. თავიდან არის ხოლმე ჩხუბები, რომელიც ტელევიზორში არ არის დავით, გამიგე? ხო იცი pay-per-view-ში არ არის. Underdog-ი. ხო და მე სოფლიო კამერო მოვიგე. პრელიმები და ეს შემდეგ. მეორე სოფლიო კამერო მოვიგე უკვე CFF-ში. აი სადაც ალჯო გადავიდა მაგალითად ალჯამაი და ეს. სერიოზული ორგანიზაცია რა მანდ მეორე კამარი რომ მოვიგე მაშინ მახსოვს შონშერბი გვირეკავს რა ნიკლენსი იყო მაშინ მე-6 ნომერი იყო უკვე არ მე-5 და მე-6 ნომერი იყო რა თენთაბ უკვე 5 ევროში რა ხო და შემომთავაზეს მაგარ ფორმაში ვიყავი მაშინ აი ძალიან მაგარ ფორმაში და მითი დავაი აი ეგრევე 5 ევროში ხდებოდი ამას თუ UFC-ის 5 ევროში ეგრევე 5 ევროში ხდებოდი კოლორადოში იყო მაშინ ჩხუბი მახსოვს. ნუ ყველა გავაფორმეთ კონტრაქტი რამე ყველაფერი წავედით. კოლორადოში ჩავედით კემპი მზადდება ყველაფერი მაგრათავარ 100% დავით ძალიან მაგრა ფორმაში ვიყავი და წონეს კლებაში ვარ უკვე რა ფაქტიურად 147 ეხა შენ იცი ხა ესე ფაუნდებით სადღაც 66 და რაღაც 800 ვარ თუ იცი რა 900 ეგრე უკვე ვაბარებ წონას ხო და შონშები მირიკავს მოდის უფრო მოდის შონშები და გეოდნიო რომ ლენსიო გადავარდაო რა წონას ვერაბა სასწრაფოს წაიყვანეს ხო ის ჩხუბი იყო და ეგ ჩხუბი გაუხდა ხო ხო ბრძოლაში ხო ბრძოლაში შედგა ჩამოვედი მე მახსოვს მე და რომერო ვიყავით რომერო ხო იცი კი ერთ კატაზე ფილიპინში შეუმთავაზეს რა ერთ მარკედივა იყო თუ აიღებ ამ ბრძოლას ფილიპინში მე ვთქვი დავაი მაგარ ფორმაში ვიყავ მალევე შეუმთავაზეს რაღაც 2-3 კვირაში წავედი ფილიპინში მაშინ როგორ რაღაცა იყო დავიცი ფილიპინს და ამერიკას შორის აი სადღაც არის 12 საათი განსხვავება დრო ანუ იქ დილა ნიუ-იორკში ღამეა ხო და მახსოვს ნიუ-იორკიდან ვიცი ყა დავიდა აჩვენ მე უკვე ფრილემში ჩანსვეს პირველი ჩხუბი ჩემი იყო ფრილემში არ იმაში 8 საათიანში ან სტარ ტელევიზორში ეგრევე ფრილემში ჩამსვეს მე გავხსენი ანუ მეინ კარდი რა
ხო. ოიცი ბოლო ჭყურის მეინკარდი. მე გავხსენე მეინკარდი. ხო და მახსოვს ბიჭო ნიუ-იორკიდან ვინც არ ყველას ძინავს ეძინება რა მაშინ ხო ხდები და მე და ჩემი ნიჭი და ყველა შემო ნიუ-იორკიდან ვინც შემოვიდა კოსტას ფილიპო იყო მაშინ მაგარი მოჩხვა 84 კილოში ყველა აკებს ბიჭო შემოდის ყველა ჩაღოლული ყველას ძინავს დავით იმენა გძინავს მაუ რა აი ადაპტაცია ვერ გაიარა ვერსითმა და ჩემი ჟერია და როგორი ხო შემოდიან აგებენ და მაშინ მაგარ ხოძე ვიყავი დავაი წავედი გავედი ну ღვთისყალობით იჭუბი წამოვიღეთ რა კარგად აშკარა ოპერატოსობით ხო ეგ იყო და მე ხა იქ რომ მომწამლის ალბათ კი იცი ხა ის ფილიპინში რომ მომწამლ იქ დაიწყო ჩემი ცხოვრების ტანჯვა და ჯოჯოხეთის მაუ რა მოხდა იქ ჭუბი ხო მოვიგე ხო და გამოფრენის დღეა რა მე და ჩემი მენეჯერი თენგო მზივარ და რესტორანში სტეი ვჭამთ რა ყავა შეუკვეთით რაღაც. ნუ ყავას და აი უცებ აი ესე როგორც ხა გელაპარაკები და ყავას სვამ და გადავარდი ეგრევე. აღარ მოსვიმს რაფი არ იქა მეცნე რაღაც გამო და ვიღვიძე და შეიკები მაქვს რაღაც. ვიღვიძე და სამავტყუში ვარ. ერთი 10 ჰექტარი მადგას თავზე რა. ნუ კაუჩი რაღაც ვირუსი რაღაცის დამალევინის მოიგო 8 თვე ვერ დამედგინეს რა იყოს მაო. შხამი ვერ გაიგეს. მე ეგ ისტორია არ ვიცოდი. ხო, ყოველ 3 დღეში ერთხელ სამავტყუში ვიღვიძებდი ხო. ხო და ისე ეჯერა უკვე ჩემ მენეჯერს, შემიძლია ხა ისე მაგარ მასზე ვიყავი, რაზგონზე და მაგარ გაზზე ვიყავი. მეორე ჭხუბი ამას რომ მოვუგე ფილიპინის. და მოწამული ვარ, წარმოვიდი და ეგრევე მარკედიო კი არა, ეს ბუდიში ჰაკმენდიაზე იყო ჯოზიადო თუ გახსოვს ჩემპიონი რო წლები 10 წელი ჩემპიონი იყო. ჯოზიადოს პარიპარნიორი იყო რა, ჯოზიადოს მაკაცი იყო, მაშინ ჰაკმენდიაზე. 23 ერთზე იყო რეკორდი ძმაო. მე-9 ნომერი იყო ისიც ათეულში. ანუ, კარო როგორ რაღაცა, ესე სულ თავაზობენ ცენტაბებს რა, რომ თუმ მე სახელი მქონა რომ აი თუმ მოჭი დავედ და რაღაცა და თან სულ ნოკაუტებს ვაკეთებდი თავიდან, გამიგე სახელი მქონა რა ნიუ-იორკში. ხო ჩამისვეს ეს. უნეი ჩემ მენეჯერის თენგო არა ვარ ვისა, ცუდად ვარ ბიჭო. ანუ შესაბამის ფორმაშია. ფორმაში ვარ, მაგრამ ნუ ეს არ მოყვება ის რა ხო ხდები რაღაც ის მოწამლო. ისე ეჯერა თენგო შემი რომ ამას შეჭამო რა ხო ხდები და ავიღეთ ეს ჭუბიც რა. 3 რაუნდი ცოტა ჟური სხუბი ხა ნახო. შეიძლება მე მომსეჭუბიც მო. ანუ ახლო ჭუბი იყო მაგრამ. ახლო ძალიან ახლო. მე მახსოვს ერთი შენი ბრძოლა, სადაც შენ შემდეგ ვიდეო ჩაწერე, სადაც პრეტენზიები ქონდა. იმას ნიჩე რომ მოხდა. მაგი პრეზიდენტი რა მოხდა? იცი რა მოხდა მაგრამ? რა მოხდა? დენავოის ვაგინეს. აი წინ მიდდა და სახეში მივიდა ვაგინე. და გეტყვი ატომას მანდამდეცი. ხო და ეს საკმენდიაზე ხო ჩამისვეს. წავედი მაინც არ გავიმასქენე ჭუბი, არ გავაჩერე რა ვიჭუბი. 3 რაუნდი ვიჭუბი, მე გადახედე მაგ ჭუბს და აი შენ მითხარი ვის მიცემდი მაგ ბრძოლას რა. ნუ ეხა ჯოზიადოს მაკაცი რა, ნუ ისე მოხდა რომ წამართვეს ეს ჭუბი, იმას მიცის რა ჰაკმენდიას ეხა არ ვიცი რა მოხდა. მაშინ უკვე ეხა პირველი ეხა ჩემი ეხა წაგება UFC და ხუთე მაგა დავიჭერი. ხო წამოდი ეხა დავდივა ხალხს დარბი უარზე და პირველი წაგ მაგა დავიჭერი რა კიდე. იმ მოწამლე კიდე ავიჭერი და გაგიჟებული. და მაშინ ეს რაგვარი იყო ბიტანს ფრემომცეს ბოდიში. თუფურესთან ახლა ჭუბი ამბიცი. ხო და ნუ დავჭუბი დავიწყე და ეს რაღაცას ფოკუსნიკობს რა ხო ხდები ისა. მაგრამ მოგონ მაშინ მაგარ გაზზე იყო ეს ბიჭი აი რაღაც კამერები ქონდა მაგრამ ახალი შემოსული იყო და მაგარ ხუზე იყო რა. მაშინ ეს მერე გააფუჭეს. ემბიც ხო ის რა მოვიდა. ჩემს მერე ეს წავიდა UFC-დან კიდე. წავიდა რაღაც კამერები მოიგო. მერე PFL-ში და PFL-ში გადავიდა მერე და თუ გახსოვს აი ეს დაღესტანელი ბიჭი. მუხლით გათიშა რა, დაღესტანელი ბიჭი მეს გათიშა მუხლით. და იმის მერე და ისევ წამოვიდა მერე UFC-აზე ხარ, მაინც კიდე. ანუ PFL-დან აქე დაბრუნდა UFC. კიდე მოიგო მერე რაღაცა მაინც წამოვიდა UFC და მერე ეჭხობა თოფურიას წარმოვიდგინე. რამდენი არა. ხო თის ისა ლაკია ჭუბში და რაღაც ხან თის ტაკებს რაღაცას იმაშება რა და არ ტაკებს. აქეთ ტაკებს რა ყოველზე ხა და კარგი იმაშება რა რაღაც კონცერტებს დგავს. საჯი მაჩერებს და ლეონოვის რა ქვია 1 point და ქულას მართმევს. გამთხილებოს არა ბიჭი ქულას მართმევს. და გადამეკედა თამაში გაგიჟებული ვიყავი ხო ხდები და
აი დენავაითან მივედი წინ მიშდა მახსოვს დენავაითან მაშინ შოუროგანი და ისა. არ გაიმეორე ხა იგრას. ხო და არ გაიმეორე და დენავაითან მივედი და მეუთხარი აი ეს ახარ მეთქი და შენი დედას მეთქი და ყვაზე ხა. მონა ეს იყო რა მე ეგ ბზოლორ მისა ნიჩია რომ მომცეს. ბიჭო იდე მაგა დავიგრუზე რა ხო მაგა დეპრესია ხო რა. ურიკა შონშელბი სო მიჩხუბი მინდა მეთქი რა კიდე მითის მალე მეტა შეიძლება მალე მეთქი რა. და არ იყო მაშინ შემოწინააღდება ეგ იქ როგორ არის იცი ყველას კი არ უნდა შეთანხმების მა შეიძლება 5 თვე გავიდეს და ისი 3 თვე გავიდეს და ეგ რეკორდს უყურეს ხო ანუ ის არ ქონდეს ხო ის არ ქონდეს გამიგე ვიღა და ვერ გინახონ პარა ხო სურვილი არ ქონდეს მაგასაც შენთან ჩხუბ ან კიდე ვიღაც რომ მოვარდი ბეგე ჩაქვსა მაგრამ რა თვინდ ეხა ვიღაც სამოვარდან ჩასვა მეთქი დავაი ჩხუბი ხო და მაშინ მითხა შონმა რომ თუ გინდაო ისაო სად მიჩხუბეო და მე მოდი ჩვეულებრივად თუ რა სანამ რაღაც იქნებაო რა მეთქი დავაი არ მინდა გაჩერება მეთქი და წავედი სიაში რა სიაშის გადაურბინე 1-2 იქ მოვიგე ჩხუბები და მე უცებ შონთან აგვიქისა რა მე და თენგოს მიდივარ იოში ისევ და უცებ ინეკოს ფაიდნაითი შენ თუ გახსოვ მაშინ მირზაევი წაუგებელი რო მახსოვს იმაზე უნდა გველაპარაკო ფაიდნაითი მირეკავს უცებ ზმაო და ესე არ გიყურებ თუ და გვინდაო რასულისთვისო ეგ მაგარი ბრძოლა იყო. ხო, თქმა უნდა 18-0-ზე იყო ძმა, აი მაგშინ ეძახდა, აი მე ხო ცხოვრებაში რუსეთში არ ყოფილი ვარ, ძმა, მე სულ ამერიკაში იმაში ჩხუბობდი, ხო, არ ვიცოდი ხა, ვაფშე არ ვიცოდი ვინ იყო ეს მიზავი, ჩემთვის. მეთქი ეს ორგანიზაციის ესეთი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ის იყო რა. რუსეთში იყო, როგორ გითხა, ეს ზვესდა იყო, აი მეორე ჰაბები იყო, ძმა, ეხა მაგ ვინც იცის, ეხა ასოს ლაპარაკო მიხვდება, რომ ჩავდივარ, ეხა უციმ იქამდე მოგედა ჩავედი მოსკოვში და მიზაევი და შონი წიგერ და მუსიკებს უდგავენ ხუაზი ხალ მე რა ხდება ვინ არის არ ვიცო რო არიცოდი თან ვეღადავი ხო პრომოუტერებს ვეღადავება გაჯიევი იყო მაშინ და მე თქვი ვიღაფში არ გიცნობთ მეტი ვინ არის მეტი პირველად აქ მე მოტყაზი არაო მე გადაგიტეხავთ მეტი და მახსოვს ქართველი მუშაობდი იქ ლაშა მეუნება ჩვენი ხარო მარაო ჩვენი წიგრიაოსი მირზაევიაო. უთხარ ხვალ დაგეჩოქეთ მირზაევის მეთქი. ხო და ანუ რატომ მოხდა ეხა ჩემი მერი დაბრუნების და ამის არჩევანი. ხა არ ვისაუბრებ კონტაქტებს და იმაზე, მაგრამ ამათმა ისეთი რაღაც შემომთავაზეს. თანხებს გულისხმობ. დიახ. ანუ კარგი შემოთავაზება იყო. რა თქმა უნდა, ისეთი შოუ შემოთავაზეს. აი ოფერი იყო. ისეთი აი ხაბები მაშინ მე ჩხუბობდა და იმაზე მეც მე ვაკეთებდი. ფაიდნაიში ხა მიხვდი აზგეუნები. იმაზე მე თორმას ვიღებდი მე და კონტაქტი მქონდა როგორ იცი სანამ დამიჭერე ამის მერე 100-100 თქვათ და მაღლა ავდივარ გამიგე სადღაც უკვე კამერებზე როგორც მიდი სამათთან რა ხო იებში როგორც რეიტინგი რა თქმა უნდა მაგარი ორგანიზაცია აიწევდა შემოსავალი ორგანიზაცია იყო მაშინ და სოფლიოში მესამე თუ მეორე იყო რეიტინგით ფაიდნაითი მაგარი შოუები ქონდათ რა დავაი მე უთხარ ჩემ მენეჯერს თენგო წავიდით მე უთხარ მომწოს მეთქი აქ რა და ეს მოხდა დავჭი ფაიდნაითში რამდენი ბრძოლა მოასწრო 2 და მე დამიჭირეს ორივე ბრძოლა მოიგე მეორე მარკედიევა იყო მარკედიევა ხო იცი ის სხვადასხვა ზეგ ბიჭი ხა ბოქსზე გადავიდა გეცოდინე მაშინ მაგარი ბოქსიორია ჩემს მერე წავიდა ეს ბიჭი იმაში რა 13 ჩხუბი ქონ 12 ნოკაუტი რა 70-ში ჩხუბობდა ეს ბიჭი და სპეციალურად მომიყვანეს გამიგე რომ დააკლებინეს წონა სპეციალურად რომ ვითომ ხო ხდები მე დითონას რო ვიღებდი რომ ეხა მეზავი ხო გააფუჭეს და ეხა მეც რო გავაფუჭებინე მაგრამ გადაურბინე იმასაც რა ხო და მე მქონდა კამარზე მოგონ მაშინ იყო მაკმოტოვი იყო ეხა ისიში ეს ბიჭი რა პირველ ნომერი ვიყავი მე მაგრამ კამარი იმას ჰქონდა ხო იცი კამრიდან პირველი ჩემპიონი და მე რეიტინგში პირველი მე ვიყავი ხო და მაგასთან მქონდა აგვისტოში ჩხუბი რა საკმაოდ დითონორაზე და შენმა შედეგებმა და შენმა კარიერამ უნდა იმოხვიო მე წავედი ის სიმართლე რო გითხრათ ჩემი აი ყველაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში ჩემთვის აი ისიში წავედი რატო ეხლა ხო მიზეზის გითხარი მაშინ რა თქმა უნდა თუ სადმე დაწყევლილია ან აი პირდაპირ ნიშნულობით მო ვინმეს ხიმია იცის ან როგორ იკლებენ ან როგორ არიან ეგეთები ანუ აი როგორ გითხრა აი 95-დან 66-70 კილოში ან როგორ იკლებენ ვაფშე ფიზიკურად გადიხარ ვიღაცა კინბოქს ხვდები ძმაო ჩხუბო ფურტყა არ აგზნობს
ესეთი არაფერს არ მიჩვენე. ანუ იმის თქმა გინდა რომ დოპინგ კონტროლი არ არის მაგრამ დავით რა დოპინგ კონტროლზე ლაპარაკე თუ გინდა პიპეტკებით იწოთე ძმაო. არანაირი კონტროლი არის და ძალიან აი მაგ ხრივარი ძალიან განუკითხაობა. ჩესნები არიან ყველაფერში. დაგაფასებია ყველა აი ხო ხტები რა პროფესიონალ დონეზე ყველაფერი აი რაც UFC ჩათვალე იგივე ხდება იქ ძმაო. დაწყებული შოუდან დადგმა ძალიან სერიოზულად ყველაფერი, მაგრამ აი ეს კონტროლი არ არის. ერთი იყო UFC, როდესაც ოლიმპიურ კომიტეტმა ჩაიბარა. აი მე ბოლო ჩხუბზე მომიწია პირდაპირ გეუბნები, რომ აი შენ ხარ თქვა სადღაც 100 კილომეტრში. მან იბა კონტროლებს როგორც ვიცი. დავით უყურე? სახში ვიჯექი, მირეკავს. ჩემს მენეჯერი მოსულია. 40 წუთში თუ არ იქნები დარბაში, ჩხუბი გაუქმებულია. რატო? ვეკითხები. წესია. კონტროლზე სადაც გინა იყო, უნდა მიხვიდე ბოდიში და შარდის ანალიზი ჩააბარო. არ მიხვალ? რომელი კარგია მაგის სამართლიანობასთან ახლოს. ეხლა როგორც ვიცი, დღეს UFC-ც უკვე ის ოლიმპიური კომიტეტი სხვა აღარ არის, მე მგონი სხვაგან არის, ეხლა არ ვიცი ხენ თუ მაგრამ დოპინგ კონტროლი აქვს UFC-ს. ეხლა მოვყვეთ, მოდი ვილაპარაკოთ ცოტა იმაზე, ჩვენს საქმიანობაზე. ექსპორტი და აქტიური სპორტი, ჯერობით შენც აქტიურ სპორტში ხარ, მეც აქტიურ სპორტში, მაგრამ პარალელურად ჩვენ ვანვითარებთ რაღაც რა თქმა უნდა. ჩვენი ის ვაქვს. ნუ ხალხო მეგობრებო, სკოლა, აკადემია, დარბაზი. ვილაპარაკოთ ცოტა ამ იმაზე. ნუ ვილაპარაკოთ ჩვენ ჩემი პირველ რიგში ჯერ იმას ვიტყვი, რომ სანამ დავიწყებდი საკუთარი ანუ აკადემიის აწყობას, დარბაზის აწყობას, მან თავიდან მე მქონდა ჩადებული ის აზრი, რომ არ იქნებოდა მარტო კიკბოქსინგის სკოლა, მან მინდოდა ყოფილიყო საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სახეობები და მოდი ახლა რადგან შენ დღეს ჩემი სტუმარი ხარ, MMA-ის მიმართულებით წავიდეთ და მე პირველი დღიდან მე მქონდა იმის სურვილი, რომ აი მაგალითად შენი ნაირი პროფესიონალ კაცი ჩართულიყო ამ ჩემი აკადემიის განვითარების პროცესში, მაგრამ შენთვის არ შემითავაზებია, რადგან მე არ ვიცოდი შენი აზრი, შენ აქტიურ სპორტში იყავი, მაგრამ ეს იდეა და ინიციატივა ეს რო ვიგრძენი შენგან, მაშინ პირველი ეგრევე შემოგთავაზე და მე მართლა მიხარია, რომ შენ ეს შემოთავაზება აიღე და ჩვენ ერთად ვართ, შენ ხელმძღვანელობ და მიყავს MMA-ის მიმართულება. დარწმუნებული ვარ, რომ მე ძალიან დიდ შედეგებს დავდებთ. ძალიან მომეწონა ეს იდეა მაგალითად. ფოტოშურს კარგად განვითარდით. რაც ჩემი გამოცდილები და მე რაც მაქვს, მაგას ყველას ვასწავლით. ჩვენ გვინდა რომ მეტად განვავითაროთ ეს სპორტი და მეტი გადავცეთ ჩვენს მომავალს. ხვალზე ისინიც, რა თქმა უნდა, UFC ვიხილო და კამრებით ვიხილო და ხა ჩვენთან კიდე ჩაერთო ერთი ოქრო კაცი. ჩემი ძმა ჩაერთო, სხვადასხვა ჩაერთო. სხვადასხვა ჩემი ძმა თეორიულად აი ესე როგორც ტრენერად აი მე მეხმარება რა. ძალიან სხვადასხვა გუშინ ვარჯიშის მერე ერთი სამა იმითხრა რომ მაგრა ხსნის და მაგრა ერთ შარიო ჩართული და საფითაოდ ყველას ანასტრებსო მოსვლას და ჩემი საქართველოს ჩემი პირველი ტრენერია ჩემი ძმა. ჩემი ძმა მეხმარება. ხო და ანუ აქვს იმის ნიჭი რა რომ მიიყვანოს მაგალითად სპორტსმენი გზამდე რა. ხო და რა ვიცი ღირთობრივად ჩვენი ესეთი გუნდური მუშაობით, აი მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ძალიან ბევრს გავზდით რა და აი მინდა რომ რაც მაქვს, რაც ჩემი შრომით აი მოპოვება მინდა რომ გადავცე ყველას და აი გულს უდებ ხო ხტები რომ აი მეტად განვავითარო რა. განესიკობოთ ავარჩვა და აი მინდა რომ ვიღაც აი გავზარდოთ. შეიძლება 100 კაციდან 3 გამოვიდეს ჩემპიონი. მაგრამ ის 97-იც ხო? თავის შრომიდან გამომდინარე ცხოვრებაში ბევრ ამის ნახავს და ბევრ ამის მიაღწევს. დარწმუნებული ვარ. როგორ წარმოგიდგენი ერთ კარიერის ბოლოსკენ? არის ჩხუბებს საქართველოში? ფსიქოლოგია გონიურ მაგალითული იქნება საქართველოში ბრძოლა.
აი რო არ გიჩვეღა რა სუგარე ჩხუბობდა საქართველოში აი შენ ქალაქში აი მთელ სოფლიოში ჩხუბობდი და ეხლა მაგასო ეხლა შენ რო იჩხე ბოლოს აი როგორ ის ქონდა აი გაფიცე ანუ სხვა ჟილკა იყო სხვა ჟილკა იყო და რაღაცნაირად ესე არ იყავი აი შენ სახში რო ხარ უფრო რაღაც ხო დაძაბულობა არის მაგრამ მაგის ხარჯზე მაგარ ფორმაში ვიყავი იმიტომ რომ კიდევ უფრო გამწარებული ვარჯიშობდი რადგან პასუხისმგებლობას გქონდა მაგად ვარჯიშობდი ეხლა ბოლო ბრძოლა რო გაქვს ხო დაუბრუნდით ჩვენს იმას რა ბოლო ბრძოლას აი მაგალითად რომ გაიმარჯვე მამის ჯერა და ხო 100%-ით 100 მე შეიძლება უფრო მეტად მჯეროდეს ვიდრე შენ რომ შენ მოიგებ იმიტომ რომ ხო სხვანაირად არ შეიძლება მოგების შემთხვევაში მაგალითად რომ ხო გაქვს რამოდენიმე შეთავაზება შენ რა საწარმოგიდგენია შენი თავი აი მაგალითად ამ ბრძოლის შემდეგ იმათ რო გითხრა PFL-ისკენ მაქვს კაი ის რა შემოთავაზება მე მგონი კაი არჩევანი არის და ხო ახლა იმიტომ რომ შემოთავაზება მეც იგივეს გირჩევდი მაგრამ დავით შემოთავაზება ნუ აქედან ხო წამოსვლაც მინდა იმიტომ რომ რამდენი ბრძოლა გაქვს ACS-ში დარჩენილი კონტრაქტი როგორ გაქვს ხო 5 წელი აქავალ მაგრამ წამოსვლის შემთხვევაში როგორ შეგიძლია კონტრაქტი გაწყვიტო ამის საშუალება არის რომ აი მარტივად წამოხვიდე ამის მე მგონი კიდე ერთი ბრძოლა მაქვს მაგრამ ანუ ახლა ხო და ანუ შეიძლება რომ მენეჯმენტს რაღაც ჩართულობით რომ გააჩერო ეს ხო შეწყვიტე თუ რაღაცა ხო და ვფიქრობ რომ PFL-ი შემოთავაზებაც არის და ხო ხდები კაი შემოთავაზება სხვა მაგის გაშვებაც გაჩათვალის შანსი გაქვს ხა რომ წამოხვიდე ACS-დან თუ მithumedes არ მოგწონს და თავს კარგად არ გზნობ ამ ბრძოლის მერე ძალიან დიდი შანსი მაქვს რომ PFL-ში გადახვიდე და PFL-ის გამარჯვეს ჩათვალე რომ აი ეს ერთ-ერთი სერიოზული ორგანიზაციაა და დაართულია მანდას PFL-ის გამარი რო ავიღოთ ალბათ ჩემი კარიერის ბრძოლის იმაზე გითხარი როგორ შეიძლება რომ უყურო ჩემ ბრძოლას pay-per-view იქნება თავისთავად ხო ოფიციალურად ეს აქვს თავისი ისა პირდაპირ ეთერი როგორც UFC-ს და სხვა დანარჩენ ორგანიზაციებს ჩვეულებრივად გადმოცემენ რა აი 2014-15 წელს როცა გავიგე ლევან მაყაშვილი და როცა ვნახე ქართველი UFC-ში, ანუ ძალიან მაგრა გამიხარდა, რა თქმა უნდა მიხაროდა და კიდე ყოველთვის აღნიშნავ, როდესაც მიდის საუბარი, ანუ არა მარტო ჩვენთან, ჩვენ სოციუმში, ყველგან სადაც არ უნდა მოხდე, როცა MMA-ს ეხება საუბარი, როცა აკადემიას ეხება, მაშინ ყოველთვის აღნიშნავ, რომ ლევან მაყაშვილი პირველი ქართველი UFC-ში. იმიტომ რომ ნაწილობრივ მართალს ამბობ რომ ბევრმა არ იცის ეგ და ეგ ესეთი აი მაშინ ხა შეგრძნები როგორ იყო დავით ზაი ეხლა ის ემოციები როგორ პირველი რომ აი ვიცი ანუ ისეთი აი მაგალითად ემოციები ჩაგეჭრება აი ყურე მე იმ ორგანიზაციებში სადაც ვიჩხუბე და ზოი ვანში არა მაგრამ აი მაგალითად ავიღოთ გლორი ავიღოთ ეს სხვა კულუნ ფაიტი და ეს ორგანიზაციები ხო მე ამ ორგანიზაციებში ამათ უყურებდი ტელევიზია YouTube-ში უყურებდი მაგრამ ხო აი ეგრე ვიყავი და ბრაღ და YouTube-ში რო ხედავ და მე რომ შენ ერთ დღეს შენ რო იმ გუნდის წევრი ხდები იქ რო ხედავ მე ხო რა ხო ხდები ამხელა ისა ხო აი ეგეთი ის იყო მაშინ ჩვენ ანუ ბოდიში კიდე რამეს დავამატებ ჩემ დროს დავით დღეს ეხა UFC-ში რო ადვილად პირდაპირ ვიტყვი რა დღეს UFC-ში მოხვიდა მე ადვილია ჩემ დროს უნდა ქონდა ორი მსოფლიო კამარი სიტყვაზე ვიძახ უნდა ყოფილიყავი 10-0-ზე უნდა ყოფილიყავი 12-0-ზე ანუ მაშინ იყო ძალიან რთული ეხა მეტი ანუ თვითონ UFC-ს და სისტემას დაიხვეწა და იმიტომ რომ ეხა არის იქ რეკორდებს უყურებენ რეიტინგს მებრძოლის სხვანაირად უფრო საართული არ მაშინაც ეგრე იყო მაგრამ დღეს ეხა უფრო ისეთი კომერციულადაც ფაზდება ხო აი მაგალითად მერაბის და ნურმაგომედოვის ბრძოლა ალბათ MMA-ს ვინც თვალყურს ადევნებს ალბათ 70-80% და არის ერთაზე იმისა რომ ნურმაგომედოვს ჯერ კიდევ არ ქონდა სადიტულო ბრძოლა დამსახურებული მაგრამ იმიტომ დაიმსახურა რომ ის ნურმაგომედოვი იყო ხო ეგრე არის ხო შესაბამისად მეორეც არის აი ხა ბოდიში ჩაგე მე რისი თქმა მინდა იცი მე იმის თქმა მინდა რომ დღეს ბევრი რაღაცა სხვანაირად იზომება და იმ დროს როცა ჩვენ ჩხუბობდით, აი როცა შენ მაგალითად UFC-ში მოხვდი, იმ დროს უფრო სხვანაირად სხვა კრიტერიუმებით მუშაობდა თვითონ UFC-ს. ბოდიში აი ერთი რაღაცაა რა, როდესაც undefeated
სიტყვა არის და ის გააქვს შენ. ხო, იასე ნოლი. ანუ undefeated რო ხარ, უკვე სუპრეტენზია გაქვს, სუპრეტენზიული ხარ ყველასთან. გამიგე? აი ერთი გააქვს ან წაუგებლობას. ურმა გამოდოვიც ხარ, რო გითხარო სახე, ნუ შეიძლება არ გიხარ, მაგათო მერაბის, ხა მე და მერაბ ერთად ვიყავი და ჩვენს ერთად მოვდიოდით, ანუ ერთად გვეძინე, ერთად ჭამეთ, ერთად ვარჯიშობდით. ხო, ამერიკაში. მერაბი მყავდა პირველად წაყვანილი ჩემ ჩხუბზე, იევში, მე კუთხეთ ყავდა წაყვანილი მაშინ. ხო და ანუ მერაბმა რაც გააკეთა, ანუ უყურე მერაბი ჩემთვის რომ მკითხე ხა დღეს 3 ბრძოლის წინ უკვე ჩემპიონია. სწორად გამიღე. რატო ბოდიში და რატო ხა ბოდი რატო ვაგინე დენავა ეს იმ დღეს, ანუ რატო არ მომწონს? ხო არის ხა ლოგიკური კითხვა, რატო? ხო? იცი რატო? ეს კაცი უბრალოდ ბიზნეს ეს ფულს უყურებს ყოველთვის, გამიგე? ის მერაბისგან არხელის და მერაბი არ უნდოდა ამას. მე გეუბნები და შონომალიც უნდოდა. შონის დალეწა. სეჰუდოც უნდოდა, რო იცოდე. ხო, ანუ შენაბო მაგათი გაჩემპიონება უნდა. არა, ხო, არ უნდა. მერაბი 3 ბრძოლის უკან უკვე ჩემპიონი იყო. გამიგე? მაგრამ უბრალოდ არ მიცეს ტიტული. და ნუ მაგამოდო რატომ მოიყვანეს და გეტყვი დავით. ამათ ჩვენ ყველა ვიცით ის რატომ მოიყვანეს, უბრალოდ მე ვამბობ. მოიყვანეს ყველა სეგონდ რომ ნუ მაგამოდოვი მერაბს ყველაფრით აჯობებდა. მესმის ხო. ეგ შენიცი და მე ვიცოდი. რომ მერაბი მოიგებდა. დაწყებული ამ შენი ბუკმეიკერებით, აი თვითონ მებრძოლებით ყველა სეგონდა რომ აი ნუ მაგამედოვი ხელში უკეთესია, ჰაბიბის სკოლა ჭიდაობაში ხრა შედარება, ხო ხდები გამიგე? მაგრამ რა ვერ გათვალისწინეთ? მე ხო ვიცნობდი მერაბის. ამათმა კან არ გათვალეს. ანუ არ შეაფასეს კარგად ის რომ მერაბს აი როგორც იწყებს დაჟე იმაზე მეტად დამთავრებს. მაგიერ შეაფასეს ამბისთან. ნუ მაგამედოთა. ყველა სეგონდა რომ დაღლიდა. ვერ დაღლიდა, დავით. ყველა სეგონდა. ლევან, წარმატებები მინდა გისურვო ჩემო ძმაო, როგორც პირად კარიერაში, ასევე სამბრძოლო კარიერაში და აუცილებლად გამარჯვების შემდეგ კიდე გელოდებით და ვისაუბროთ შემდეგ საომავლო გეგმებზე. მადლობა თქვენ. წარმატებები. მადლობა მოწვევისთვის, მადლობა ლიდერ სპორტს. შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია ლიდერ სპორტი.